ზე გასაიდუმლებულია მათი ეს ლაბორატორიები. ნდობა არსებს, ამიტომ ირანი უარს არასდროს არ ეწყობს თავის ატომურ პროექტს. როგორც აღმოჩნდა, ევროპას არ აქვს იმის ძალა და უნარი დამოუკიდებლობას აწარმოოს თუნდაც ირანთან მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები. ირანი განსხვავდება რადიკალურად ერაყიდან, სირიისგან. ეს ნაციონალური სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე ათასის განმავლობაში იმპერია იყო. ახლა აღმოსავლეთში მხოლოდ ორი მმართველობის ფორმაა შესაძლებელი. რესპუბლიკური დიქტატურა ან მონარქიული ავტორიტარიზმი. მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერები და პოტენციური გამომწერები, ჩვენ დავუბრუნდით და იმის გამო, რომ გააქტიურებული არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის დაპირისპირება, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კონტენტი დღეს შემოგთავაზოთ აღმოსავლეთ საკითხების კვლევართან ვასილ პაპაოსთან. მოგესალმებით ბატონო ვასილ, მადლობა გისყიდვით მობრძანებისთვის და რომ განვიხილოთ რა ხდება დღესდღეობით ამერიკასა და ირანს შორის. მადლობა მობრძანებისთვის. და აი დაახლოებით როგორც ვიცი, უმეტესად დაპირისპირება მიდის ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ზოგადად ბევრმა მაყურებელმა არ იცის ამის შესახებ, ანუ იციან რომ რაღაცა პროგრამა არსებობს, მაგრამ რა არის, რა შეისწავლის და რა ინტერესები აქვს ხარებს, ეგ როგორ გითხრათ პირველ რიგში? კი ბატონო, ზოგადად თვითონ ახლო აღმოსავლეთის სპეციფიკა, ესეთი турბულენტული პოლიტიკური არეულობები, ყველაზე აქტუალური საკითხია დღეისათვის ეს არის ირანის ბირთვული პროგრამა. გამომდინარე იქიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანმა შექმნა ატომური ბომბი, თავისთავად ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. შემდეგ რეგიონალურ დიდ სახელმწიფოებსაც გაუჩნდება სურვილი ბალანსის შესანარჩუნებლად შექმნას იგივე ატომური ბომბი, ესაა თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე. და ამ კონტექსტში თავისთავად სავსებით ლოგიკურიც არის ისრაელის და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა მუხარების ფონზე, რომ ირანმა შეაჩეროს თავისი ატომური პროგრამა. ჯერჯერობით ეს მიმდინარეობს კულისებს მიღმა და იმ მოლაპარაკებების ფორმატში, თუმცა არ გამოირიცხება ასევე სამხედრო სცენარი. თუმცა კიდევ აქ ერთი საკითხია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ სამშვიდობო ეს ხელშეკრულება არ დაიდო და ირანმა არ შეაჩერა თავისი ატომური პროგრამა, თავისთავად ირანიმაც უნდა მიიღოს სარგებელი სანქციების მოხსნის სახით და თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს აი ამ შეთანხმებას და სამხედრო სცენარი ამოქმედა, აქ უკვე საკითხავია რამდენად ეფექტური იქნება ის საავიაციო იერიში ირანის სამხედროდან ძირითადად ამ ატომურ ობიექტებზე. ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ აი ამ დაძაბულობის ფონზე თავისთავად ირანულ მხარესაც არ ძინავს და ახლა სააშკარავოზე არ აქვს გამოტანილი თავისი ატომური პროექტი, ანუ დამალული თავისთავად ზე გასაიდუმლებულია მათი ეს ლაბორატორიები, სადაც მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით. ხო, აი ხა დაახლოებით ამ დაპირისპირება, ანუ სამხედრო სახით თუ განხორციელდა, ანუ ხო არის ასევე ეკონომიკური ზეწოლა სანქციების სახით და თუ სამხედრო ზეწოლა, ანუ რა სახის მექმედებები შეიძლება განახორციელდეს, ანუ თქვა თავშოთ ამერიკა, მან ისრაელმა, იმიტომ რომ ისრაელის ერთ-ერთი აქტორი არის. დაბომბვები იქნება, თუ რა პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია, თუ ეხა მაგალითად საზღვარი ამერიკის მოკავშირესთან არ აქვს, როგორც იცი ირანს, მაგრამ ამ მექმედებები შეიძლება გადაიდგას. სანქციების კიდევ გამკაცრება საერთოდ არანაირ ეფექტს არ გამოიტანს, იმიტომ რომ ინფლაცია თუ თქვა სიტყვაზე 50% გაიზრდება სიტყვაზე 100%-მდე, მაგრამ ირანი მოახერხებს სხვა მიმართულებით აი ამ ეკონომიკური ჩავარდნის დისბალანსის შევსებას, ძირითადად აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართულებით. აი ამ სანქციების პირობებში, ისინი უკვე თითქმის 40 წელზე მეტია ცხოვრობენ. გამოიმუშავეს საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, ну თავისთავად ახლა ინფლაცია და იმ პრობლემებს ვერ აგვარებს ბოლომდე. რაც შესაძლებელი იქნებოდა სანქციების არქონის პირობებში, მაგრამ ახლა რომელი სახელმწიფო გაუძლებდა ასეთ სანქციებს 40 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი სახელმწიფო ერთში მოიგუდებოდა ისეთი მკაცრი სანქციები, მაგრამ აღმოსავლური ქვეყნებისთან ურთიერთობებით ირანი ზუსტად აგვარებს თავის ეკონომიკურ იმას აი ამ პრობლემებს, რაც სანქციური რეჟიმით არის გამოწვეული. ამიტომ სანქციების დაწესებას არანაირი აზრი არ აქვს. მეორე ვარიანტი არის ეს მე ახლა ჩემს სურვილზე არ არის თავის დამოკიდებული, მაგრამ სასურველი იქნებოდა რომ ირანთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს ატომური პროექტის შეჩერებაზე, უარისკმაზე არა, შეჩერებაზე, იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს მხარეებს შორის.
ამიტომ ირანი თავის ამ ატომურ პროექტს არ გაანადგურებს ბოლომდე, იმიტომ რომ ნდობა არ არის. იმიტომ რომ თუ გავიხსენოთ ეგ 2015 წელს ვენაში მიღწეული ხუთეული შეთანხმება, რის სანაცვლოდ ირანი აჩერებდა ატომურ პროექტზე მუშაობას და ურანის გამდიდრების პროცესს, იქ გარკვეულ პროცენტამდე ნიშნულამდე რაც მაგატეს მიერ იყო დაწესებული მაგ ნიშნულამდე დაყავდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. შემდეგ უკვე 2018 წელს დონალდ ტრამპის ეს პირველი ადმინისტრაცია გავიდა ხელშეკრულებიდან და უცებ ფაქტიურად ბათილად გახდა თვითონ ეს მიღწეული შეთანხმება. ანუ ნდობა არ არსებობს თუ დღეს დაიდო ახლა ტრამპის მეორე ადმინისტრაციასა მოვა შემდეგი ხილარი კლინტონის სიტყვაზე ადმინისტრაცია და ის ისევ დააწესა. ნდობა არ არსებობს, ამიტომ ირანი უარს არასდროს არ ეწყობს თავის ამ ატომურ პროექტზე შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ნდობა არ არსებობს არანაირი. აი დასავლეთ ქვეყნებთან, ევროპულ ქვეყნებთან აქვს საუბარი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ნდობა არის. იმიტომ რომ მათ სურდათ და სურთ ირანთან სხვადასხვა სახის ხელშეკრულების გაფორმება და თავისთავად სანქციური რეჟიმის შემსუბუქება. თუმცა როგორც გვახსენე 2018 წელს, როდესაც მაისში ტრამპმა განაცხადა, რომ გადის ის ამ ატომური ხელშეკრულებიდან, როგორც აღმოჩნდა ევროპას ოდიში და ერთი ადგილი არ იყო, რომ აი ამ საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე მოეგვარებინა. ანუ ეს ხელშეკრულება, ვენის ხელშეკრულება, რომლის ინიციატორი სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იყვნენ. და არა ამერიკული შეერთებები. ამერიკული შეერთებები 2 წლის მერე შეუერთდნენ ამ იმას. როგორც ევროპული ქვეყნების მოკავშირე. როგორც ჩანს, როგორც აღმოჩნდა, ევროპას არ აქვს იმის ძალა და უნარი დამოუკიდებლობა აწარმოოს თუნდაც ირანთან მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები. ანუ ამერიკას უნდა განახორციელოს უშუალოდ მოლაპარაკება ირანთან. უკვე გასაგები მაინც ევროპული ქვეყნები ხო დამოკიდებულები არიან ამერიკაზე რაღაც საკითხებში. ხო, ზუსტად მაგას გავუსვი ხაზი და აქ რჩება ახლა ეს მესამე ვარიანტი, რაც უნახსენეთ. თუ ეს ხელშეკრულება არ დაიდო ახლა ამერიკასთან და სანქციური რეჟიმი არ შემსუბუქდა, თავისთავად რჩება ის სცენარი, რაც უკვე სულ ტივტივებს ამ მასმედიაში მიდის სამზადისი. რაც შეეხება იმას, როგორ განხორციელდება სახმელეთო ოპერაციას, მე თეორიულ დონეზეც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ იმდენად დამანგრეველი და მასშტაბური იქნება მსხვერპლი ინტერვენტების მხრიდან. ირანი განსხვავდება რადიკალურად ერაყისგან, გინ სირიისგან. ეს ნაციონალური სახელმწიფოა, რომელიც რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში იმპერია იყო. სხვადასხვა დინასტიების და კონფიგურაციის სახით, სხვადასხვა დინასტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა სახელმწიფოებრიობა სულ ჰქონდა. ახლა ერაყი შეიქმნა აგერ სულ რაღაც 100 წლის წინ. იგივე სირია შეიქმნა 70 წლის წინ და ანუ არა აქვს ისეთი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება აქვს რა. კი, არც სახელმწიფოებრივი და არც იმპერიული წარსული აქვს ისეთი დიადი როგორც ირანს. თან ამას დავუმატოთ ის რომ ქვეყანას მართავენ სასულიერო პირები, ანუ რელიგიურ სახელმწიფოში ინტერვენცია ავტომატურად გამოიწვევს უკვე რელიგიური სახის მიცემას, აი ამ ჯიხადს, ხო, წმინდა ომს დასავლეთის წინააღმდეგ. ანუ ან თუნდაც ნებისმიერი ინტერვენციის წინააღმდეგ. ბოდიში რო ჩაგიკითხოთ, ანუ ესეთ დავუშვით ესეთ დაპირისპირება რომ მოხდეს რა. შესაძლებელია რომ რადიკალი ისლამისტები ამ ბრძოლის დროს გააქტიურდნენ უფრო მეტად და მხარი დაუჭირონ აიათოლას ხელისუფლებას, იმიტომ რომ ესეთ გამოჩნდება რომ აი ამერიკა ისლამს უტევს, ასე რომ ვთქვათ რა. რამდენი შეიძლება რომ ეგეთი მეთოდის დაიქონოს. აუღურეთ ახლა ამის პროგნოზირება ძნელია, თუმცა ახლა ირანის დესტაბილიზაცია რომ რეგიონს მთლიანად ააფეთქებს, ეს უდავოა, იმიტომ რომ ვაკუუმს ვინ შეავსებს მაშინ. იმიტომ რომ ახლა ირანი გარკვეულწილად აბალანსებს არაბული ქვეყნების და თურქული, ну ხა ექსპანსიონიზმი არ დავარქვათ, მაგრამ ну ბჭყალებში ჩავსვით ექსპანსიონიზმი, იმიტომ რომ ირანსაც გააჩნია მსგავსი ტიპის ექსპანსიონიზმი, თუმცა ის მას თავისებურად ხსნის, რომ რეგიონში ცხოვრები შეიტური უმცირესობები ჩაგვრას განიცდიან, ჩაგვრის რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან და ის მათი მფარველია და რეალურად ასეც არის თუ გადავხედათ, იმიტომ რომ ირანის მხარდაჭერის და მფარველობის გარეშე მათი ბედი საკმაოდ სავალალო იქნებოდა თუ ირანი დრო არ არსებობდეს. ამიტომ თავისთავად ეს რეგიონში ცხოვრების შეიტური თემები თავისთავად ირანს დაუჭერენ მხარს. პარალელურად თავისთავად ამოქმედებიან თუ ირანის დესტაბილიზაციამდე მივიდა მაგ საუბარი,
ამოქმედებიან სხვა დაჯგუფებები, რომლებსაც აი ამ არეულობის ფონზე გაუჩნდებათ სურვილი შეცვალონ ეს პოლიტიკური ვითარება, რაც დღეს არსებობს და საკუთარი ეს იდეოლოგიური დოქტრინები განახორციელონ, მოიყვანონ სისრულეში. აი თუნდაც ავიღოთ აგერ ჰაიათ აჰრილ-აშამი სირიის ეს ლეგიტიმური ხელისუფლებად მოიხსენიება, სათავეში შემოვიდა. არა და თუ გადავხედოთ ახლა ისტორიულად ჰაიათ აჰრილ-აშამი საიდან მოდის? თალიბანიდან როგორც თუ არა, უყურეთ. ჯერ ვიყო ალ-ქაიდა, ვიცით ხო? ალ-ქაიდას როგორც ძახიან ოფიციალურად ის განცხადებული, 11 სექტემბრის ტერაქტი მოაწყო ალ-ქაიდა. მისი ლიდერი ბენ ლადენი ავღანეთის მთავრობის მაშინ მულა ომარი იყო, თალიბანის პირველი მთავრობა. ის ფარველობდა მას და ამ საბაბით შეიჭრნენ, აქეთ ცალკე შეიჭრნენ ერაყში ის ატომურ პროგრამას ეკნიდნენ, თუმცა არც თალიბანის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ რაიმე განსაკუთრებული დახმარებას უწევდა ბენ ლადენს და არც სადამ ჰუსეინის პირობებში აღმოჩნდა, რომ რაიმე სახის მასიური განადგურების იარაღი ჰქონდა. თავისთავად ეს ერთგვარი საბაბი იყო, რომ რეგიონში ეს ვითარება შეეცვალა გეოპოლიტიკური კუთხით. რა და როგორ ახლა ამას ჯერ არ შევეხებით, იმიტომ რომ სხვა მიმართულებიც აგვაქვს. ჩვენ ახლა ირანზე უნდა გავაკეთოთ ეს ფოკუსირება. აქედან გამომდინარე, აი ეს ჰაიათ აჰრილ-აშამი ალ-ქაიდას ფილიალი იყო სირია და იმაში. ჯებჰათ ალ-ნუსრა. ყოფილი ჯებჰათ ალ-ნუსრა. ჯებჰათ ალ-ნუსრა იყო ალ-ქაიდას ფილიალი სირიასა და ლევანტში. ანუ იმ რეგიონში სირია და იმ ახლომდებარე ტერიტორიებში ერაყის ნაწილშიც. ხო და ეს გამოდის რომ ახლა ალ-ქაიდას ებრძოდა ავღანეთში შეიჭრა ახლა ინტერვენციით რომ ალ-ქაიდა გაანადგურო და შემდეგ უკვე ფარველობდა და მხარს უჭერდა მის შვილიშვილს. ახლა უხეში ის გავაკეთო შეიძლება პარალელურად, მაგრამ მარტივი გასაგები იყო. ბაბუას ებრძოდა და მისი შვილიშვილი მოიყვანო ხელისუფლება. ხო, გააპრეზიდენტო და ეს დავარცხნილ კოსტუმჩასმული მოიყვანო სირიის სათავეში. ანუ გააქტიურდებიან სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც თავისთავად შეეცდებიან აი ამ არეულობის ფონზე თავისი ეს პოლიტიკური დღესასრიგი დაამკვიდრონ. ამიტომ ყველაზე სასურველი ვარიანტი მაინც იქნებოდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თუმცა საკმაოდ ესეთი დაბალი დონის ეს არის ნდობა მხარებს შორის. აი თქვა ინტერვენცია მაინც თუ მოხდა რა. აი ხა სახმელეთო არ ხდება, მაგრამ დაბომბვა შეიძლება განახორციელოს, მაგალითად ირან ისრაელმა ან კი ბატონო, სახმელეთო თეორიულად გამორიცხულია, იმიტომ რომ ჯერთი რომელი ქვეყნიდან უნდა შეიჭრან. და მეორე, ანუ რა უნდა ქნა, რომ შეიჭრან, ვინ უნდა დაამხონ? სასულიერო პირები? ანუ მეჩეთები უნდა დაანგრიონ? ანუ მუსლიმურ სახელმწიფოში იჭრები და ვინ? ანუ რეჟიმის დამხობაზე რო საუბრობთ, ახლა ბაშარ ასადის შემთხვევაში გასაგებია. ბაშარ ასადი თავისი კლანი, გენერლები, უშიშროების მინისტრები, კონკრეტული პირები. და მოსახლეობა რომელიც უკმაყოფილოა. ირანის შემთხვევაში რას აპირებთ? სასულიერო პირები განაგებენ ყველაფერს. ყველაფერს რო ნიშნავს, ეს ნიშნავს ყველაფერს. და არა რომელიც ცალკე სეგმენტს. პოლიტიკოსები არიან, უბრალოდ ისინი მართავენ. როგორ უნდა განხორციელდეს? დახვიტავენ სასულიერო პირებს? არა მგონია. მუსლიმურ სახელმწიფოში? თუ მეჩეთებში გამოკეტავენ და აფეთქებენ. რა ასიზამი? ეხლა საბოლოოდ მაინც მაგად და არტს. ამიტომ თეორიულ დონეზეც უბრალოდ იმდენად დიდი დანაკარგი და ერთი მოიგებენ თუ არა ამ კუთხით, უღირ თუ არა ამ სვერპლით მოგების გაფორმება, ესეც საკითხავია. ამიტომ პირადად მე სამხედრო ინტერვენცია სახმელეთო გზით გამოვიწევ. საჰაერო ყველაზე დიდი ალბათობა საჰაერო გზით ხორციელდეს თავდასხმები, დარტყმები ამ ირანულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. რამდენად ეფექტური იქნება მე უკვე ვთქვი, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში დაძაბულობის ფონზე თავისთავად ირანელებიც მუშაობენ, რომ ეს თავიანთი ატომური პროგრამის ასე უხეშად თქვა დივერსიფიცირება მოახდინონ და გადაანაწილონ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რომ ერთი თქვა სეგმენტზე დარტყმით რომ არ მოიჩალოს მთელი მათი ეს ატომური პროგრამა. და აი დარტყმის შემთხვევაში და ირანს ხო იქნება შესაძლებელი პასუხი, იმიტომ რომ რეგიონული ძალაა და სახე მის სახელს დაარტყოს რომ პასუხი არ გასცეს და შეიძლება მაგალითად ისრაელს იგივე დარტყმები მიაყენოს რაც გასულ წელს, აი თვითონ ეს დრონების შეტევა რო იყო, ან რა გზა შეიძლება გამოიყენოს დაახლოებით. ბევრმა ახლა ისე ჩვენთან
ჩვენ საზოგადოების, ვინც აქტიურობდა Facebook-ზე, მათი რეაქცია ირანელების იმაზე, რომ ერთგვარი სიცილიის მომღოლისავით დამოკიდებულება, რომ ვერაფერ ზიანი ვერ მიაყენავდა, არა და არც უნდა ირანს ზიანის მეყენება. ეხლა უბრალოდ პასუხი იყო მაშინ. მაგრამ აქ საკითხავია, ახლა ისრაელამდე მიაღწია ამას ატორაც ყურადღებას. ირანს აქვს რაკეტები, რომ ისრაელამდე ჩადეს. მიაღწია, ხო? ჩამოაგდეს გასაგებია. შემდეგ 500 კი არა, 50000 გაუშვებს. მე რამდენი ჩამოაგდებენ და რამდენი მივა და უფრო ლეტალური ხასიათის ის იქნება. გავიხსენოთ იგივე ამერიკის, როდესაც გენერალი ყასემ სულეიმანი ყველაზე გავლენიანი მათი სამხედრო მეთაური მოკლეს ერაყში დრონის მეშვეობით. გახსოვთ ხო? ყასემ სულეიმანი ეს იყო ალ-ყუდსი არის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საგარეო ოპერაციების უწყება. დეპარტამენტია, რაც ცალკე სამინისტროა თავისი სადაზვერვო სტრუქტურებით. იმის ხელმძღვანელი იყო. და მთელი ახლო აღმოსავლური პოლიტიკა ირანის ბოლო 15 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მისი ლიკვიდაციამდე. ეს იყო ზუსტად ყასემ სულეიმანის არქიტექტურით აწყობილი ეს კონსტრუქცია. და მისი ლიკვიდაციის შემდეგ უკვე ამერიკულ ბაზებზე განახორციელა ირანმა ერაყში. რაკეტ დარტყმა, მაგრამ არც უნდა იქ ჯარისკაცების ლიკვიდაცია თავისთავად. და პასუხი უნდა გაეცა თავისთავად. იმიტომ რომ აქ უკვე მისი გენერლის ლიკვიდაცია, ეს ერთგვარი ახლა რომელიმე ქვეყნის გენერლის ლიკვიდაცია რომ მოხდა, თურქეთის სიტყვაზე ან ჩინეთის, რას იცავს, როგორ ფიქრობთ? პასუხს გასცემს. ხო, თავისთავად იგივე ირანმა გააკეთა, ახლა მოგწონს, არ მოგწონს ირანი ახლა ისე უყურებ გასცა როგორც სახელმწიფო. რეალისტური პრინციპია. ხო, რეალისტური ყოველ ნების ისრაელი რაც იზამდა, ხო, ისრაელი საერთოდ მთელ ქალაქს აწევდა ჰაერში. ამიტომ ყოველას ირანმა გასცაცის პასუხი, სიმბოლური მაინც, იმიტომ რომ არ უნდა დაძაბულობის, მაგრამ ერთგვარი გაფრთხილებაც არის, რომ ირანის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები მთლად ასე უპასუხოდ არ ჩაევლის. ამიტომ შემდეგ ჯერზე თუ მოხდა ხა ირანზე ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მასშტაბებზე, ამ ავიადარტყმების, საჰაერო დარტყმებზე. რამდენად დამანგრეველი იქნება ირანის სამხედრო და არასამხედრო ინფრასტრუქტურისთვის. ახლა თუ გაუშვეს ახლა 10 ტომაჰავკი, ამაზე არ ექნება ირანს ახლა რაღაც ჯიხადის გამოცხადების ეს პრეტენზია. მაგრამ თუ უფრო მასშტაბური იქნა, აქ უკვე თავისთავად ამ მოქმედებას სულ სხვა სცენარი და ირანს აქვს ბერკეტები მაინც გასცეს პასუხი. ანუ თავის სახელმწიფოებრიობას ეჭვს ქვეშ არ დააყენებინებს. როგორც ერაყი დაიშალა, სირია დაიშალა. ირანი ახლა თუ ამ პირას მივიდა, ახლა ვაფას უნდა გამოვრიცხავ ჩვენ რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ბოლო 20 წელი როცა გადავხედო რაც სოფლიოში მოხდა. ან ცოტა 40 წლის განმავლობაში შეუძლებელი კი არა, ყველაფერი მოხდა, რაც შეუძლებელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლა, რა ვიცი, ირანის შახის დამხობა, ყველაფერი რაც შეუძლებელი ითვლებოდა, ყველაფერი მოხდა. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ რა სახეს და რა ფორმით ამის პროექცირება ძნელია საკმაოდ. ანუ დაუშვათ განიხილეს ისეთი რაღაც, ანუ ამერიკულმა დასავლურმა ბლოკმა ასე ვთქვათ, განიხილა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოაშვენ აითოლა ხომეინი და ანუ ეს სასულიერო პირების ხელისუფლება. ანუ ზოგადად ირანის რეჟიმის სიმყარე რაზე არის დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, თუ არ რაღაც აქ უკვე მე ვთქვი, რომ სასულიერო პირები არიან, ისლამია უკვე, აქ ისლამს როგორ ჩამოაცილებენ. იმიტომ რომ მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან ნიშნავს რელიგიის წინააღმდეგ გალაშქრებას. იმ კონტექსტში, როდესაც ზოგადად ახლო აღმოსავლეთში დამახასიათებელი ანტიდასავლური განწყობები, გავიხსენოთ 11 სექტემბრის ის არაბული ქუჩები, როგორ სიხარულით იყო მოცული. უხაროდათ, რომ ცათამბჯენები ეს დაინგრა. ერთ კითხვას დავამატებ. მე როგორც ვიცით, ახლა ირანმა დაკარგა პოლიტიკური ლიდერი ცოტა ხნის წინ. მე ვიცი, რომ იგეგმებოდა, რომ ახალი ისა უბრალოდ აიათოლა ხომეინის ადგილი მაგას უნდა დაეკავებინა, მას შემდეგ რაც უკვე აიათოლა ხომეინი გარდაიცვლებოდა და მისმა დაღუპვამ რა შეცვალა, ახლა ვინ დაიკავებს აიათოლა ხომეინის ადგილს, ან აი რას გვაძლევს ეს სიტუაცია ზოგადად ეკონომიკურად. სხვათა შორის ეს კითხვა მე უნდა დამესვა, მარც და მოგვიანებით. ახლა ზუსტად მიდის კარგად ამ თემასთან. ხო, იბრაჰიმ რაისი, ის პრეზიდენტი, სასულიერო პირი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა და
ფიგურად პოპულარობით სარგებლობდა ძირითადად კონსერვატიულ სეგმენტში ირანული საზოგადოების მისი დაღუპვის შემდეგ თავისთავად მსგავსი ასეთი გამოკვეთილი შემცვლელი აიათოლა ხამენეის ახლა მაინც ასაკია ხო თავის საშუალება ახლა 200 წელი ვერ იცხოვრობს ადამიანი ხო ნუ ასეა მისი ფიზიოლოგიური დედამიწაზე ასე არსებობის კანონზომიერება ამიტომ თავისთავად განიხილება ეს ვარიანტების რომ მოულოდნელი არ იყოს და ხავერდოვნად მოხდეს ეს გადაბარება მოიაზრება თავისთავად პირველ რიგში ახლო გარემოცვა კონკრეტული ასე გამოკვეთილი ლიდერი ამ კუთხით არ არის არ ჩანს იბრაჰიმ რაისი ცნობილი იყო და უკვე ჩანდა მისი აქტივობებიდან რომ მის კანდიდატი იქნებოდა ერთ-ერთი ასეთი წამყვანი უზენაესი სასერულო იმაზე და პრეზიდენტის პოსტზე მისი გამარჯვება გაიყვანეს თავისთავად ხო ზუსტად ამის მანიშნებელი იყო რომ უფრო მაღალ მწვერვალისკენ უნდა წასულიყო სხვათაშორის ჯერ კიდევ 2015-16 წელს თუ არ ვცდები ნუ ზოგადად ახლომოსავლური ირანის შიდა პოლიტიკური ვითარების კვლევის შედეგად ზუსტად მანდ გამოვკვეთე რომ ეს იბრაჰიმ რაისი გახდებოდა შემდეგი რაჰბარი ხო თუმცა პროგნოზი ამ კუთხით ვერ გამართლა იმიტომ რომ დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად მაგრამ თავისთავად უდაოდ ის გახდებოდა თუმცა ახლა მაშინ რაც რაისი გარდაიცვალა შეიძლება რომ რაისის წინამორბედი პრეზიდენტი იყო სახელი დამოუწყდა სამწუხაროდ აი დიდი ხანი იყო პრეზიდენტი ორივე და მოიხადა თავისუფლად რა შეიძლება რომ ის იყოს მემკვიდრე ხასან რუჰანი თუ შეიძლება იყოს თუ გავიხსენოთ ახლა ირანული ვжелობთ იმ მოცემულობიდან რაც არის რა იქნება ეს არავინ არ იცის რაც არის ზუსტად აი ამ კონფიგურაციიდან როგორ მიდის დინება ზუსტად აქედან ხდება ანალიზის გაკეთება ჯერ იყო აიათოლა ხომეინი შაჰი რო დაამხო 79-დან 99 წლამდე იყო შემდეგ დღევანდელი რაჰბარი ალი ხამენეი 99 წლიდან და მოიაზრებოდა რაისი ყველა ულტრა კონსერვატიული სეგმენტის ლიდერი და ამ პარადიგმის გამტარებელი. ანუ ლიბერალობით არც ერთი არ გამოირჩეოდა ამ კუთხით. ამ კონტექსტში ასეთი ვარდნა, ასეთი ულტრაკონსერვატიულიდან ლიბერალამდე როგორც ეს ხასან რუჰანი მოიაზრება, მე ვფიქრობ ის კონსერვატიული გარემოცვა, რაც ზურგს უმაგრებს ალი ხამენეის, თავისთავად ის ამის წინააღმდეგ წავა და ისინი თავის კანდიდატს შემოთავაზებენ. გასაგებია. ეს უბრალოდ გარკვეული დრო ჭირდება, რომ ეს პოლიტიკურ ავანსანზე გამოჩნდეს ამ მიმართულებით, რომ უკვე ალი ხამენეის შემცვლელი ზუსტად ეს პიროვნება გახდება, რომელსაც ისინი წამოწევენ წინა პლანზე. არა გამორიცხული რომ თვითონ ოჯახის წევრი გახდეს შვილი იმის. ეგეც რაღაც შესაძლებელია. ნუ ახლა მოსავლეთში ყველაფერია შესაძლებელი, უბრალოდ როგორ მორიგდებიან ეს პოლიტიკური დასასრულო ელიტები, ნუ იმაზე დამოკიდებია. აი, ეხლა ერთი საუბრობთ, ანუ ირანის ბურთულ ხელშეკრულებაზე, ანუ ვენის ხელშეკრულებიდან ამერიკის შეერთებული შტატები რატო გამოვიდა რეალურად? ანუ მისი ინტერესები რა იყო? იქაური ნეოკონების ინტერესები იყო რამე თუ რაღაც ამერიკასაც ჰქონდა რაღაც ინტერესი, რაც არ მოერგო ამას? ხელშეკრულება რა იყო? მარტივად ახლა ვენის ხელშეკრულების ახლა პუნქტების ჩამოსვლა ნებისმიერ შეუძლიას გადამოწოს ინტერნეტში, რას მოიცავდა, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელვადიანი დროში იყო ეს მოლაპარაკები მიმდინარეობდა სხვადასხვა ეტაპებით მე ვახსენე რომ ამერიკის შეერთებული შტატები რამოდენიმე წლის 2 წლის შემდეგ შეუერთდნენ აი ამ ევროპული ქვეყნების აქტივობას ირანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ატომური პროექტის ირგვლივ და ნუ ძირითადი რა იყო აქ სეგმენტი ირანი აჩერებს თავის ბირთვულ პროექტს და სანაცვლოდ გარკვეული სანქციები ეხსნება შემდეგ ეტაპზე რომ იქ მოთხოვნა იყო რომ თქვათ პროგრამის შეჩერება სანქციების ნაწილი მოიხსნება შემდეგ ურანის გამდიდრების პროცესის გარკვეულ პროცენტამდე დაყვანა სანაცვლოდ კიდევ გარკვეული სანქციები იხსნება და შემდეგ ამის შემდეგ ეტაპობრივად უნდა განხორციელებული იყო ეს მიღწეული შეთანხმება აი რატო გავიდა ну აქ ახლა ამას არც ამერიკული სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადნენ რატო გავიდნენ მეტყვი გავიდნენ იმ მოტივით რასაც რაც დაასახელეს იმათ რომ ირანი არ ასრულებს თავის
ვალდებულებებს აი ამ ბირთვულ ვენის ხელშეკრულებით გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაზე და ის აგრძელებს ატომურ პროექტს. არადა მაგატეს დასკვნები ეს დელეგაცია, ნუ მაგატე ახლა ყველას იზრუნებათ, ხო, ატომური ნებისმიერი საკითხი რაც ეხება ატომურ პროგრამებს თელ მსოფლიოზე, ზუსტად მაგატეს ეს ორგანიზაცია განიხილავს, იკვლევს და მონიტორინგს ახორციელებს და მაგატეს დასკვნები სულ საპირისპირო დასკვნებდა რომ ირანი სრულად ასრულებს ვალდებულებებს ჩვენს მიერ რაც იქნა დაკისრებული. ხა რომელს დაუჯეროთ, ახლა ტრამპს დაუჯეროთ, რომელიც დღეში 7-ჯერ ეცვლება ეს შეხედულებები და პოლიტიკური განცხადებები, თუ დაუჯეროთ მაგატეს, რომელიც აი ევროპულ ქვეყნებთან კოორდინაციაში იყო, თავისთავად ამერიკულ ადმინისტრაციასთანაც და ევროპა უფრო ზომიერი მიდგომით გამოირჩეოდა ირანის მიმართ, თავისთავად ისინი თვალს ვერ დახუჭავდნენ ევროპელები, რომ ყოფილიყო საპირისპიროდ, იმიტომ რომ ახლა მაგატეს დასკვნაში თუ ირანი აგრძელებს თავის ატომურ პროექტზე მუშაობას და არ ღობს ხელშეკრულებას, აი ისახებოდა მაგატეს იმაში. ხო, იმიტომ რომ არც ევროპელებს უნდათ რომ ირანმა შექმნას ეს ატომური, იმიტომ რომ დისბალანს გამოიწვევს რეგიონში. ამიტომ რატო გავიდა იმ მოტივით რომ ირანი არასრულებსო აი ამ ვალდებულებებს რეალურად კი ჩემი აზრით აქ სხვადასხვა ლობების მუშაობა იყო ეგ ებრაულის და ასევე არაბულის, ნუ ძირითადად საუდის არაბის, იმიტომ რომ არ სურთ მათ ირანს რომ სანქციები მოუხსნა, იმიტომ რომ ნუ ირანი ასეთ პირობებში ნუ საკმაოდ სლაური სახელმწიფო გახდება ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ აწყობთ ეს კონკურენცია, მაგრამ უყურეთ, ეხლა რატომ მიდის ვაში მოლაპარაკებები? ამ კუთხით ნუ როგორ უნდა შეიძლება ახსნა, თუ მაშინ არ უნდა და არ ღოსო, ეხლა შეასრულებს, მაგრამ უყურეთ, აქ როგორც ჩანს ну ჩემი დაკვირვებით აქ ამერიკამ აი ამ განუკითხაობა ფაქტიურად აწყდება მსოფლიოში ხო სავაჭროები ევროპა ჩაფლული ამ უკრაინის ომის კრიზისში ტრამპის ნუ ამერიკის ადმინისტრაციას ამერიკასთან როგორც სახელმწიფოსთან იმასთან სადაო საკითხები გაუჩნდა საკმაოდ ხო საკმაოდ დაძაბული ვითარება ურთიერთობამ მათ ხო ნუ ფაქტიურად ერთმანეთს სანქციებს უწესებენ ასე გამოდის ანუ ასე გამოდის რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ ევროპა ჩახსნა ირანთან მოლაპარაკებებში არც ერთი ევროპელი არ არის ირანის იმაში აი ამ მოლაპარაკებებში ერთი მხარეს არის ამერიკა მეორე მხარეს ირანი და შუამავალი არის ომანი ნეიტრალური სახელმწიფო რომელიც რეგიონულ იმაში არც ერთი ბლოკში არ იმყოფება სულთანატი ომანი საკმაოდ მშვიდი საკმაოდ განვითარებული სახელმწიფოა და ამ კუთხით ნეიტრალური მოედანი მოლაპარაკებების ზუსტად გახდა ეს ომანი ანუ რა გამოდის რომ ამერიკამ ევროპა ჩახსნა და ირანთან თუ მიაღწიეს მომგებიან ხელშეკრულებას ორივე მხრისთვის ის მიიწერება კონკრეტულად ამერიკას და არა ევროპას და ევროპა თავის პრობლემებშია ჩაფლული რაც უკრაინის იგივე არის და ამერიკასთან სავაჭრო ომებში თავის ცდა პრობლემები. ხო, ნუ ამას ასე ხსნი, იმიტომ რომ უფრო უმჯობესი არ იქნებოდა ირანთან კვლავ ახლა ახალი შეტევით, ისევ ევროპული ქვეყნების მოშველებით, მაგრამ თუ ევროპელი ქვეყნები არ იზიარებენ ტრამპის ადმინისტრაციამ მუხარების რიტორიკას ირანის მიმართ, თან პარალელურად ევროპა და ამერიკულ ურთიერთობებს ხედავ როგორ იძაბება ხო, ნუ ამ ტარიფების იმაზე ერთგვარი სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ამ კონტექსტში ვერ ჩაჯდებოდა ამ მოლაპარაკებების იმაზე. კონტექსტში ევროპული ქვეყნები. ამიტომ მარტო ცდილობს ამერიკა ირანთან მოაგვაროს ეს საკითხი. თუ ვერ მოაგვარა, ნუ სცენარები უკვე ჩვენ გამიხილეთ. აი დაპირისპირების შემთხვევაში, აი საუდის არაბეთის ან შენ რო ვთქვათ, ან მეზობელი ქვეყნების ინტერესები როგორები იქნება. მაგალითად, საუდის არაბეთს მე როგორც ვაკვირდები, აწყობს მათ შორის დაპირისპირება, იმიტომ რომ ირანი მისი კონკურენტი არის. ახლა მაგალითად იემენშიც გამოჩნდა ესა და ასე აი ჩინეთის პოზიცია რა შეიძლება იყოს და თურქეთსაც მათ შორის, იმიტომ რომ თურქეთის კონკურენტი არის და ჩინეთს კიდე მგონი ირანთან ურთიერთობა აწყობს მეტნაკლებად. ნებისმიერ ამ დიდი სახელმწიფოს ინტერესში შედის თურქეთის, საუდის არაბეთის და ირანის რეგიონში იყოს იცი როგორ თქვა ხა სტაბილურობაზე არ ვიტყვი, მაგრამ წესრიგი რა. ხო, გარკვეული ტიპის წესრიგი, სადაც არც ერთი მისი პოტენციური მოწინააღმდეგე არ აქვს იმაზე დიდი გავლენა, რაც შენ ინტერესს ეწინააღმდეგება. ყველას აქვს თავისი წითელი ზღვარი, რო ვთქვათ, ხო?
სირიაში ეს უკვე ვიცით ახლა ეს საკმაოდ დიდი თემაა ეს ჩავედებით დღევანდელ გადაცემაში. იქ რამდენი სახელმწიფოს ინტერესი, რეგიონულ სახელმწიფოს ინტერესი და ეჯახა ერთმანეთს, თურქეთის, ირანის, თურქეთმა გაიმარჯვა, ირანის ინტერესები დაზარალდა, არა მარტო სირიაში, არამედ ლიბანშიც. ახლა რჩება იემენის საკითხი, ну საკმაოდ რთულია ეს სირიის თემის განსხვავებით და იმას საკმაოდ მისი მოგვარება საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში არ ჩანს ჰორიზონტზე. და აი ამ კონტექსტში თავისთავად ირანის დესტაბილიზაცია ისე რომ არ იცი შემდეგ რა იქნება. ირანი ახლა თუ დაღუპვის პირას მივა, თუ ასე დავარქვათ ასე წარმოვისახოთ ასეთი სცენარი, თავისთავად ის კურს მოიქნევს. კუდის მოქნება შეიძლება ყველას რეგიონში. რუკას რო დახედოთ 95 მილიონს მიაღწია მოსახლეობა. რელიგიური პირები, იქ სხვადასხვა ტომებია, იქ სუნიტები, შიიტები, ეთნიკური ქურთები, აზერბაიჯანელი ლურები, ბელუჯები, არაბები, სპარსელები, იქ ცალკე ისა მაზენდერანის სხვა ტომები, ამათ იქით ავღანეთთან საზღვარზე იქ 2 მილიონი ავღანელი ცხოვრობს. ასეთი ტურბულენტურობაში რომელიც ძალამ უნდა შეავსოს და შეაკავოს კვლავ ეს ხალხები ერთი სახელმწიფოს ქვეშ. ანუ წავა დეცენტრალიზაცია, თუ დეცენტრალიზაცია წავა, ну აქ რისკები გაცილებით უფრო მეტი და საფრთხეები წარმოიშვება ვიდრე იმ პირობებში, როცა არსებობს დღევანდელი ხელისუფლება და ასე თუ ისე ქვეყანა უჭირავს და აკონტროლებს. თუნდაც ამ დემოკრატიული პრინციპების უგულვებყოფი და ზოგადად ახლა დემოკრატია ახლა აღმოსავლეთში არ ამართებს. გასაგებია უცხოხელია მაგათი უნდა ხა ჩანდა რომ ამით დემოკრატიზაციის პროცესი გაჩნდა იმდენჯერ დაპირისპირება მოიტანა იქ და არეულობა და იქ რაშკარად ანუ აღმოსავლეთ ქვეყნებში რაშკარად ეს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი საჭიროა რომ წესრიგის შენარჩუნებული. ახლა აღმოსავლეთში მხოლოდ ორი მართლობის ფორმაა შესაძლებელი. რესპუბლიკური დიქტატურა ან მონარქიული ავტორიტარიზმი. იგივე დიქტატურა. სხვა მეტ იქ დემოკრატიული ექსპერიმენტები რეგიონს დაუჯდა დაანგრევით ტერორიზმის ზრდით და ასობით ათასი მილიონობით ვარ ადამიანს დაღუპა. ერთი ისრაელი არის წარმატებული დემოკრატია. ისრაელი ახლა მუსლიმურ სახელმწიფო რა. და მუსლიმურ სახელმწიფოში არ მუშაობს ესე რომ თქვა. ხო, აი ხა ცოტა ისტორიული წარსული რო გავიხსენოთ რეალურად რა, იმიტომ თითქოს უკვე ბოლოში გავდივართ ეს თავარი თემები ამოვწურეთ რა. ამერიკის შეერთებული შტატებმა შეიძლება ითქვას რომ პრობლემები შეიქმნა იმით რომ აი შაჰის ხელისუფლებას ხელი არ შეუწყო ბოლო წლებში და არ ალაგმა ეს სასულიერო პირები რომელსაც გადატრიალება მოაწყეს ირანში. და რეალურად ხო მათ ინტერესებს ხო პირიქით დაარტყა, იმიტომ რომ პირიქით ანუ შაჰი ჩამოაგდეს, რომელიც პროდესალური იყო და კაი ურთიერთობები ჰქონდა, მართალია ანუ დამოკლევ სახელმწიფო უნდა რომ ირანი ექცია და გამოსდიოდა. მაგრამ ამან ხო არ ეს სიტუაცია მოიტანა, ირანი მაინც გახდა დამოუკიდებელი ძალა, მაგრამ ამავე დროს გახდა ანტიდასავლური და პირიქით ამერიკელს პრობლემებს უქმნიან მათ ინტერესებს ასე რომ ვთქვათ. ხო, ირანის სასულიერო პირების ხელისუფლებაში მოსვლა, ეგრეთ წოდებული ირანის ისლამური რევოლუცია, ну საკმაოდ მრავალი წლის განმავლობაში შაჰის დამხობის პერიოდიდან ასობით წიგნია დაწერილი ამ თემაზე, ყველა იკვლევს რა როგორ მოხდა, რანაირად უნიკალური მოვლენა იყო, რომ სასულიერო პირების მეთაურობით რევოლუციის აგორება ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ ქვეყნის მართვა და ესეთი მაინც საკმაოდ ეფექტური მართლობის ფორმა შექმნეს. ხელისუფლებაში არიან ბოლო დღემდე. ეფექტურია. ასე გამოდის, ხო, მართავენ. გამოსდით. ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა იქ საკმაოდ დიდი თემაა, ამას ჯობია ცალკე გადაცემა მივუძღოთ, მაგრამ მოკლედ რამდენად შესაძლებელი ახლა ამის ახსნა. ამერიკის შეერთებული შტატებმა, უпростоრად ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა შაჰის რეჟიმის დამხობაში. ეს იყო გამოწვეული სხვადასხვა მიზეზები, თავისთავად ახლა ამას პირადად კარტერი არ განაცხადებდა, მაგრამ ბევრი მასალებზე მოიხსნა გრიფის საიდუმლო და ჩნდება რომ ისეთი კონტაქტები და ისეთი საქმიანობები ამოტივტივდა ამერიკული ადმინისტრაციის, კარტერის ადმინისტრაციის იმ პერიოდში ირანის მიმართ, რომ იქ ამის დახასიათება როგორც შაჰის ხელისუფლების ხარდაჭერა ვერანაირად არ შეიძლება. პირიქით საპირისპიროდ ოპოზიციას უჭერდა მხარს
და ძირითადი მიზეზი ამისა თავისთავად და თქვენ როგორც ახსენეთ უკვე შახი დამოუკიდებელი გახდა უკვე 53 წელს კი მოიყვანეს ხელისუფლებაში მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მარიონეტი იყო რასაც ქვია ახლა ну ჩვენთან ასე არ იქნება რა ხან მოგიყვანა ხელისუფლებაში მისი ვალი ხარ ახლა ბოლო შახი იყო და რა რომელიმე პრეზიდენტი რომელიც ვადა იწურება თქვა 5-8 წელიწადში შახი იყო და სვანაირი აზროვნების და სოფხედულობის პიროვნება იყო და მისი გატარებული რეფორმების შედეგად რო გადავხედოთ ახლა ირანს როდესაც ტახტზე ავიდა 21 წლის ასაკში 41-ში და 70-იანებში რო შეადარო რეგიონალური დომინანტური სახელმწიფოები გარდაქმნა ირანი სულ რაღაც 30 წელიწადში. მაგას სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქვს ხომ. აი ბევრი მინახე რა იცი რა აი შახი არაფერს მაგისი აღარ იყო, არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ რაღაც წყარო ანუ მე დიდი მკვლევარი არ ვარ აღმოსავლეთ საკითხებში, მაგრამ აი ვიღაც სტატუსი რომ აქვს წაკითხული, ან წიგნები რომ რაღაც ნანაღი, ჩანს რომ შახმა რაღაც კარგი რეფორმებიც გაატარა, კორუფციის მიუხედავად კარგი რეფორმებიც გაატარა და ირანი კარგ ძალად აქცია, ასე რომ ვთქვათ რა. და მე ამერიკა მან მე ვფიქრობ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ის ხელისუფლებას ხარი არ დაუჭირა, იმიტომ რომ პირიქით თავისავს აზარალა. უყურეთ ახლა პროდასავლური იყო მარიონეტი. მაშინ რანაირად ჯდება 73 წელს გახსოვთ თქვენ იომ ქიფურის ომი არაბულ ქვეყნების ისრაელის წინააღმდეგ ოქტომბერში რომ მოხდა 73 წელს მაშინ ამ შედეგებიდან გამომდინარე არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო დაუწეს ნავთობის დასავლურ ქვეყნებს. შოკი იყო, ხო, ერთგვარი შოკი გამოიწვია მთელი ეკონომიკის დასავლური ეკონომიკის. ამის ფონზე ყველაზე აქტიური რომელი სახელმწიფო იყო ნავთობზე ფასების ზრდის, აი 73 წლიდან. ირანი. რანაირად ჯდება მაშინ შენი მარიონეტული შახის ხელისუფლება აი ამ შეხედულებაში რომ ის იყო ამერიკის დასავლეთის მარიონეტი და თურმე მარიონეტი გამოდის ისეთი პოლიტიკის გატარების რაც დასავლეთს ურტყამს. ანუ იმ ქვეყნების მიმართ რომლის მარიონეტად ის მოიაზრება, ხო? ალოგიკურია. და ირანის ნავთო 4-ჯერ გაიზარდა ნავთობის ფასი. ირანმა 73 წელს 10 მილიარდი დოლარი მიიღო ნავთობის გაყიდვებიდან და 74-ში 40 მილიარდი. აი რამდენად ის იყო ნახტომი. ხო, თავისთავად ახლა ეს თავშიც აუვარდა. შახს. ნებისმიერს აუვარდებოდა ასეთი. პრაქტიკულად მაგალითად თანამედროვე დროშის სხვა არის ახლა. ხო, მან ჩათვალა რომ უკვე ირანის სახელმწიფოდ ქცევის შეუქცევადი პროცესი ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ვერ გათვალა ერთი ის რომ ეს ძირითად აქცენტს აკეთებდა საგარეო რეგიონულ პოლიტიკაზე. და შიდა ეს ეკონომიკური საკითხები ვერ მოაგვარა ბოლომდე. ჩავარდა განათლების რეფორმა, სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, სოციალური პროექტები და თუ შევადარებთ დღევანდელი რეჟიმის თქვა სოციალური პოლიტიკას ძირეულად განსხვავდება და უფრო ხალხზე ამორგებული. ხო, ავტორიტარული რეჟიმი, ხო, რელიგიური დოქტრინებით მართლობა. სოციალური საკმაოდ ეფექტურია. იმიტომ რომ სკუშესტომაზე ისწავლეს შეიძლება ითქვას. არა, უყურეთ სასულიერო პირები მაინც ხალხთან უფრო ახლოს იყო. ხო, ახლა მეჩეთებში გადაგებდნენ უსმენდნენ, იმიტომ რომ შემოსავალია, კაი, ახლა თუ დაუშვათ, მარტო დაუშვათ, დავეშვათ. იქამდე რომ ფინანსური მასა, ეკონომიკური სარგებლობა, ხო, ბოლო-ბოლო მათი სარგებელი ეკონომიკური ასე რომ მიუდგეთ. ზუსტად მრევლის გამოდის, ხო? ახლა მრევლზე თუ არ იზრუნე, ეს მრევლი წავათ არ მოვა შენთან. ამიტომ თუ ასე მიუდგეთ დაინტერესებული იყვნენ სასულიერო პირები ზრუნვით ამ სეგმენტზე ყველაზე გაჭირებულ თავისთავად იმათმა მიიღეს მათგან მხარდაჭერა სოლიდარობა რევოლუციის პერიოდში რომელიც ამოაყერავა ყველაზე მძლავრად წოდებული შახის რეჟიმი. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ თვითონ შახმაც არის სურვა რევოლუციას სისხლში ჩაეხშვა როგორც დიქტატორს. ხო, ну ეს მიაბარა ისტორიას მონარქიული რეჟიმი. ну არ უღირდა, ну როგორც ეხსენიებენ მისი გარემოცვის წევრები, რომ მას აქვს ასე სიტყვები ნათქვამი, ახლა ეს ტელევიზიაში არ მომისმენია მე. ამ ბევრად წყაროშია მითითებული, რომ ეს
დიქტატორს შეუძლია ხალხის განადგურება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მეფეს კი არ შეუძლია. ბევრი მეფე ახლა შუა საუკუნეებში თავისთავად საპირისპირო საკეთები, მაგრამ აი ამ მე-20 საუკუნეში ასეთი ტირანი მეფეები საკუთარ მოსახლეობის წინააღმდეგ მე ვერ მახსენდება ახლა, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას გულისხმობდა რა სხვაგან კოლონიურ პრობლემას რო ატარებენ, ეგ სხვა თემა. საკუთარ მოსახლეობის განადგურების კუთხით, ამ კუთხით ვერც ერთი მეფე არ მახსენდება. თუნდაც ახლა ირანის შაჰი, რომელსაც რატომღაც ახლა დიქტატორად იხსენებენ. ახლა სადამ ჰუსეინი სხვანაირად მოიქცეოთ. ახლა ისიც დიქტატორი იყო და ახლა შაჰის დიქტატორი, არ ჯდება ერთმანეთის იმაში. ახლა თქვენ რამის დამატება ხო აქვს სულ, აი რამე თუ გამოვრჩა, იმიტომ რომ ამ საკითხს კარგი მცოდნე არა ვარ, ანუ რაღაცები ვიცი, მაგრამ თქვენ რო შეგიძლიათ ასე რომ თქვა, ანუ რამის დამატება ხო აქვს უფრო მეტი რომ უფრო კარგად განვიხილოთ. თუ არ და დასასრულისკენ რო წავიდეთ. ახლა ირანის ირგვლივ ძირითადი მომენტების გამოყო მაშინ შემაჯამებლად, ხო? ამერიკამ ევროპა ჩახსნა რომ მარტო უნდა ირანთან მოლაპარაკებების წარმოება ევროპასთან სხვა ტიპის დაპირისპირება აქვს. ერთი კითხვა მაქვს. ერთი ადამიანისგან მისმენია რომ ირანი და საფრანგეთი არიან ისტორიული მოკავშირეები და ანუ რა კავშირებია საფრანგეთსა და ირანს შორის და რა დონის ასე. ხო, არ ვიცი ახლა ეს პიროვნება ვინ აი ვიდეოს ვერ გეტყვით რა. კი ბატონო. კი, არის ასეთი რაღაცა და ნუ ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან რომ ირანის რევოლუციის ლიდერი აიათოლა რუჰოლა ხომეინი იქ ცხოვრობდა ხო? რამოდენიმე თვის განმავლობაში ოქტომბრიდან 78 თებერვლის 1 თებერვლამდე ცხოვრობდა პარიზის გარეუბანში ნოფლაშატო და ზუსტად ფრანგული ბოინგით 757-ით ჩაფრინდა ის ირანში. ხო, ერთგვარი ხაზშეწყობაც იყო საფრანგეთის და შემდეგ ასევე დადის ხმებიც რომ საკმაოდ დიდი კონტრაქტები აირტყეს ფრანგებმა აიამის სანაცვლოდ ირანელებისგან. ანუ ეს ბაზარი გამონთავისუფლდა, მოხდა ნაციონალიზაცია ძველად არსებული ამ კომპანიების დასავლურის და ამის შევსების ბაზარზე თავისთავად ესეთი ის მოხდა. თან ფრანგებს არ მეუღიათ ახლა კონკრეტულად ირანში არანაირი კოლონიალური პოლიტიკა არ უწარმოებიათ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბრიტანეთი აქტიურობდა თავის დროზე, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ნუ ფრანგების ადგილი არ იყო. სხვა აფრიკაში ჰქონდათ კოლონიები ფრანგებს და ირანში აი ამ კუთხით ეს მომენტი გამოიჭირეს, ჯერ ერთი არც ჰქონდათ კოლონიური რამე ცუდი წარსული ირანთან მიმართებაში და პლუს ეს ხომეინის ხელშეწყობა ფაქტიურად მედია ვარსკვლავად აქციეს. გუშინა არავისით ცნობილი ხომეინი ერთგვარი პოპულარობით იმას პედესტალზე აიყვანა ზუსტად ფრანგულმა და დასავლურმა პრესამ. სხვათაშორის ის არის რამდენად სწორი, მაგრამ როგორც იცი ხომეინი ერთ პერიოდში შვეიცარიაში ცხოვრობდა, თუ არასწორად ვიცი. არა, ხომეინი შვეიცარიაში არ ცხოვრობდა. რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში საფრანგეთი იყო, მგონი თუ მეტი აღარ ყოფილა. არა, მარტო საფრანგეთში იყო. და იყო ჯერ იყო თურქეთში იყო. რამოდენიმე თვე 64 წლიდან 65 წლამდე, 65 წლიდან 78 წლამდე ერაყში იყო და 78 წლის ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე 79-ის იყო საფრანგეთში. გასაგებია. შეგვიძლია დასრულისკენ გავიდეთ, ხო? თუ დამატება გსურთ რამეს? არა, ცალკე თემა უნდა შემოვიტანოთ, მე სხვა საკითხი, იმიტომ საკმაოდ დიდია და ძირითადად ახლა ირანის ის გამოვყავი რომ ეს ევროპის ქვეყნების რო გვერდ განზე გაწევით ტრამპს ანუ ამერიკას მარტო სურთ ირანთან ხელშეკრულების დადება მარტო მე ვფიქრობ რომ ეს უკვე მიანიშნებს იმის სდის იმის ალბათობას რომ ირანი ირანთან უფრო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ვიდრე სამხედროის იმიტომ რომ სამხედრო ოპერაციის წარმოებისას რამდენად ეფექტური იქნება ეს არავინ არ იცის მაშინ უნდა იყოს დამანგრეველი დარტყმები. ავღანეთს ერაყს, მაგრამ ნახეთ ავღანეთში რა მოხდა, ნახეთ ერაყში რა მოხდა. ავღანეთში თალიბები კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და იმაში ერაყში შიიტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, პროირანული ის ხო ირანის ხო შიიტური სახელმწიფო. ამიტომ ირანში რა დაждდება ამ შემთხვევაში ეს ძალკე საკითხავია და საკმაოდ რთულია. მე ვფიქრობ უფრო ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას, თუმცა სამხედრო გზით გადაწყვეტ ამ საკითხის, ნუ მაგედაზე დევს ვინც.
მადლობა გიხდით მოსმენისთვის. დღეს ჩვენთან იყო ვასილ პაპაო. დიდი მადლობა ბატონო ვასილ. სხვა დროსაც შეგვიძლია ასეთი ტიპის ვიდეოები ჩავწეროთ. აი მაგალითად ირანის უფრო შიდა პოლიტიკურ თემებზე. დღეს მაინც საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და სასიამოვნო იყო თქვენთან დასაბარი. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. თქვენ გამომწერებო გთხოვთ რომ უყუროთ, გამოიწეროთ, დალაიქოთ და ასეთი კონტენტი თუ დაგაინტერესებთ, დააკომენტაროთ და გაგვიზიაროთ თქვენი აზრები. მადლობა ყურადღებისთვის.